ხო, მე არ მეგონა ერთული თამაში თუ იყო. ჩემს კაცობაში ეჭვი შეგა? შემოვიფიქრო. გამარჯობა. როგორც ხედავთ, თათა გაიზარდა. მოგეთ დღეს გადავწყვეტე ჩავწეროთ თამაში. მადლობა საბას რომ დავთანხმდა ამ სისხლიან თამაში მონაწილეობაზე. ჩვენთან მეორედ არის სტუმრად და პირველ ჯერზე რა თამაშს ვითამაშეთ, ის სხვა ფორმატის იყო. ფაქტობრივად ისეთ დააქამბექა, რომ სამი დღე მე რო ტიროდი ჩემთვის აძინებას. მოკლედ წარმატებები არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და ეს არის ასე ვთქვათ საპილოტო ვერსია არის ამ თამაშის, ასე რომ რა კორექციაც გინდათ, აუცილებლად გაგვიზიარეთ. ან თქვენ უნდა მოგეწონოთ პირველ რიგში. პირდაპირ დავუწყოთ, ხო? ხო. მოთამაშეებს შუბლზე აქვთ დამაგრებული ფოტოები. მათ ერთმანეთს რიგრიგობით უნდა დაუსვან კითხვები და მხოლოდ კი ან არა პასუხებით უნდა გამოიცნონ თუ ვინ არიან ისინი. არის სულ 3 კატეგორია: მსახიობი, პერსონაჟი და ფილმი. თითო კატეგორიაში 10 ობიექტია. ვინც პირველი გამოიცნობს თუ ვინ არის, გამარჯვებულიც ისაა. ძალიან დიდი ფორა აქვს, იმიტომ რომ სახელების დამახსოვრებაში ნებისმიერის ვარ უსუსტესი. მე ვიწყებ, ხო? ქალია? არა. ზეგი კაცია. მაშინ მე დაგისვამ თეთრკანიანია? კი. კაი. ჩემი? ჩემი თეთრკანიანია? არა. კაცი ვარ? კაცი ხარ. სტივენ კინგის ეკრანიზაციაში თამაშობდი? არა, და ეჭვმე პარება რომ ოდესმე დათამაშები ქონდა. ანუ წვანე მილზე წავედნენ მაგით. ხო, არა. მოდი ჟანრობრივად რო გავყვე, კომედიების მსახიობი ვარ? უფრო? ვიდრე ჰოლივუდის მსახიობი ვარ? ჰოლივუდურ ფილმებში ვარ ცნობილი? ვაუ. კარგი, მე ევროპელი მსახიობი ვარ? ანუ შეიძლება ორივეში თამაშობს, მაგრამ უფრო ევროპული კინოდან ვარ ცნობილი, ვიდრე ამერიკული? არა, უფრო ამერიკულიდან, მაგრამ ევროპულ ფილმებშიც გაქვს ისეთებში ნათამაშები, რომ ცნობილი ხომ, ანუ უფრო ამერიკულიდან. რომელიმე ცერემონიაზე ვინმე სივა გავაწნე? არ ვიცი, დავხარჯავ. პლიუს 60 ვარ? ასაკი. ეხა? ანუ ხო 10 წლის 60 პლუსი 60. აჰა. უნდა იყო. ვილ სმიტი არ ვარ. ხო, მეტი ვინია? გაწყდენს უყოლა. დაიცა. მარველში მითამაშია? მოიცა. ანუ არ მახსენდება საერთოდ ეს ტიპი მარველიდან. აი სერიალებშიც ხშირად თამაშობს ხოლმე? არა? ვაფშე არ მახსოვს სერიალში. მე არ მახსოვს სერიალში. კი ბატონო. თმები მაქვს თავზე? არა. არა? არა. ვაუ. მარველის ან DC-ის სამყაროდან არ ვარ. ახლოსაც არ გაგივლია. ფირაზოს გამოვიცი. ეს შენი დაწერილია? ტარანტინოსთან ხო არ მითამაშია Pulp Fiction-ში. ანუ კარგი. არ მოდის არავინ თავში რა. გლადიატორში ხო არ მითამაშია? უფრო ღირსეული და მოხოდილია მსახიობი ხარ გლადიატორში სათამაშოდ. მე ამომივარდა პროსტა უკაცის. всё, გამახსენდი. всё. ამის? всё, კი. შავკანიანი, მსუქანია? არა. არან ვითარ შემთხვევაში. იმენა სუსტია? არა. აბა, ძალიან ჩაოლებრივია, არც იქ კაცი. არა, ანუ მსუქანი არ არის, ძალიან სუსტი არ არის, ესე იგი როგორია? ჩაოლებრივი, დაკუნთული. მე ჩემ ვარიანტი დუეინ ჯონსონი. არა? ანუ всё მეწავოთ. ჯერემი ამეტალუსი, ჯერემი ასპილენძუსი, ჯერემი კიდე რა იქნება? ჯერემი აუტროუსი, ავერცხლიუსი. არკინუსი გადათარგმნა ინგლისურად. არკინუსი? აირონი. ჯერემი აირონი. ვიდაო. ერიკინუსი. აუ, სურათები მე ამოვეჭდი. ხო. ერთი მსახიობი ისეთია ნანახიც ამბავს. ძალიან დაგვაინერე სხვათა. შასი არ გაქვს. ძალიან კონკრეტული ფილმია იმენ. კომედია? კი, დრამა? დრამა არის. თავარი პერსონაჟი თეთრკანიანია თუ შავკანიანი? თეთრკანიანი. მე-20 საუკუნის ფილმია? არა. ახალია.
მეც ეგრე მოზამიერთე. ცხენი რო დარბის ის. 2000-იანების ფილმია? არა. ჩემი ჰოლივუდური ფილმია? კი. ამას სიკველი ქონდა რამე ფრანშიზად გადაიქცა თუ კი. ერთია ვარ? ოკეი. ქონდა. შენ ნანახი აქვს ეს ფილმი? კი. მე ნანახი მაქვს. ჟანრობრივად რომკომია? რომკომიც არის. ოღონდ რომკომი არ არის, რომკომიც არის. ანუ 2020 წლის და აქეთ. აუ, ეხა და დრამა, სუ აი არ არის კაი ფილმი, ხო? ანუ გულზღოთ ცუდი ის. ხო, მე არ მეგონა ერთული თამაში თუ იყო. მინიშნებას მოგცა. ეკრანიზაცია. კიდევ ერთი მინიშნება. ქალი წერლის წიგნის. Little Women არის? არა. კაი, წავედი. არტაგი, აი, კიდე და ანუ გააქვს შანსი. 94 წლიან ცნობილი ბევრი კაი ფილმი რო გამოვიდა, მაგ დროს გამოვედი მეც და ამ ფილმებთან ერთად. ვიყავი? 94? დამოვიდა Four Weddings and რაღაცა ეგ როა. არა? აბა მაინც ყველა მითის არ არსებობს დედამიწის ადამიანი რო არ იცოდეს. ჯიმ კერი ხო არ თამაშობს? მასკა? მაგისაც 94-ში გამოვიდა. ემა? ეს რა უბედურება არა მოწყდა ეხა. აუ მასკა ხო არ გადაო? ანა ტეილორ-ჯოი არ შემიძლია. მე მეთქი ეხა ძალიან იქიდან არა მოარჩიონ 37 წლის რაღაც უნგრული ფილმები არ მოიტანოს ხო და ამ ვაფშე რა მომიტან. ბელატარი. ბრა. ოპა. სუპერგმირი ვარ. არა, მე ვარ სუპერგმირი. აუ ეხა წავიდა. კაცი ვარ. ასეთი რთული ვინმე ვარო ვერ გაარჩევი, ვერ ვიხდები კაცი ვარ თუ ხალი? მამრი ხარ, მამრობითი ხარ. კაი, მარველი თუ DC? ვაუ. არა, მარველი ვარ, ხო, ანუ ესე იგი მე ვარ კაცი, არ ვარ სუპერგმირი და გაუგებარია კაცი ვარ თუ არა? არა, ანუ ჩემს კაცობაში ეჭვი შეგაქვს? პერსონაჟი ვარ. Bingo! აი, ეხა მე უნდა всё მივხვდი. მე ჩემი. მე კაცი ვარ? კაცი ვარ? კი. მომავლიდან ვარ? არა. უყურე მომავლიდან თეორია არსებობს, რომ რაც მათ ხდება მომავალია. კრიპტონიტი მას უსწრებს? არა. არა? მე თვითონ ძალიან ძლიერი ვარ. გულისხმობ რომ ფიზიკურად რომ აი ეს აწი დაანგრი არის. სტრაფადაური ვარ? ვექშენზეა დამოკიდებული. კი, საფადარი. კაი, გასაგები. რა გითხო всё? არ მოგწეს უბრალოდ მაგ. რატო არ გო? ანუ იმიტომ ხომ უნდა ვიკითხო რომ ეში. კაი. ეში ხარ კი? მოი. ანუ ადამიანი ვარ ხო და ვეკითხა რა სულელი ვარ ეს. კინოსამყაროს პერსონაჟი ვარ, ანუ ხა არა ვარ კინოსამყაროს პერსონაჟი. ანუ კინოში მიღებენ, მაგრამ აქ შექმნილი, ანუ ეხა ეს მაგალითად კინოსამყაროს პერსონაჟი არ არის, ხო კომიქსის პერსონაჟი. არა. ადაპტირებული არ ახლა ხო, ანუ კინოში შეიქმენი, მაგრამ კინემატოგრაფი, ხო, ანუ სერიალის პერსონაჟი. ხო. აზრობა. ძალიან ინფორმატიული. მე სერიალებში ვარ ფილმებში. იცით რა როგორ შეიძლება ორივეში? დეტექტიური სერიალია? იცი რა დეტექტიური ელემენტები აქვს, მაგრამ მაგ სერიალსო დაგუგლავ დეტექტივის ჟანრებში ვერ იყო. კი ბატონო. მე დადებითი ვარ თუ უარყოფითი? აუ, როგორი რთული კითხვა დაწვი. არ უნდა ახლა ჩაძიება, ანუ უარყოფითად ვარ წარმოჩენილი თუ დადებითი? არა. არც ერთი ვარ? ოკეი. ანტიგმირი ხარ. всё. კაი, კაცი ვარ? კაცი ვარ? ეგ ხო დასრულდა. თუ არ დაუშვებს? არ დაუშვებს. კაცი ხარ ხო? მარველიდან ვარ? კი. თეთრკანიანი ვარ? კი. სხვა სამყაროდან ვარ? ანუ დედამიწიდან ვარ თუ დედამიწიდან არ ვარ? დედამიწიდან. დედამიწელი ვარ? ძალიან დრამა სერიალია? კი. ხალი ვარ? არა. კაცი ვარ. კაი, განგსტერული სერიალია? არა. კრიმინალთან მაგ შეხება? კი გაცა. მე თვითონ თუ ვაწარმოებ კრიმინალს. გაგიფუჭებია რაღაცები. კაი, Succession-იდან ვარ? არა. კაი. ჩემზე ფილმი არის? თალკე? კი. და სერიალი ამში ვარ, ესე იგი დედპული არ ვარ.
ცალკე ფილმი მე ჩამოვყვეთავ მარველის ფილმოგრაფიას. მარველის კინოსამყარო როცა დაიწყო 2008 წლიდან. მარველის კინოსამყაროში ქონია და მარველის ანიმაციურ სერიალებში გამოჩენილა ეს პერსონაჟი. აი ეგ ახლა მაბნევ მაგი. Stop. ძალიან ცნობილი სერიალიდან ხო ვარ? შენ? ხო. ალბათ ყველაზე ცნობილი სერიალიდან თანამედროვეობაში. ჰეიზენბერგი ვარ? ხო. თანამედროვეობაში კი არა ზოგადად. ანუ ხო ახლა რა. ხო. ანტიგმირზე იგრევე დედპულზე წავით, პროსტა სერიალში არსად არ გამახსენე. ესაა ჩემი საყვარელი პერსონაჟი მარველში, ზოგადად. უსა კიდე რომ გახვალ, აი ესე უნდა მიიწევო ქურთუკზე და ის უნდა. ვაუ. კაი. მე უნდა მე შენ ფილმზე გეტყვი რომ პირიქით. დახიო რათა აგდო. შენ მოგწონს? რა? ეს ფილმი. არც მაგრამ. სუპერი. ამ ადამიანს ვხედავ უკვე აღარაფერს ნახე. ნუ. IMDb-ის ტოპ-10-ში ვარ. არა. Sci-fi-ია ფილმი? არა. ჩემი? Sci-fi არა. თანამედროვე ფილმი ვარ? კი. ჰოლივუდმა გამაკეთა? კი. აი ზენდაია თამაშობს? დიახ. აუ, ეხა მიდი და არჩიე ზენდაიას რომ და ბევრი ფილმი არ ვიცი. ეხა მე კომედია ვარ? არა, კომედია არ ხარ. ოკეი. გვადანინოს ფილმი ვარ? დიახ. ზენდაია ხო მარტო ამაში თამაშობს გვადანინოსთან. ჩელენჯერსი ვარ? მოდი ეხა მე შენ მიგახვედრებ. თუ ერთ-ერთი ქართველი იუთუბერის ბოლოდან მესამე ვიდეოს უყურე იქ ამ ფილმზე ძალიან ისე ბევრს და საინტერესო რაღაცებს საუბრობს იმ YouTube არხის მფლობელი ადამიანი. ჩემ ვიდეოზეა საუბარი. Pulp Fiction. არა. არა? არა. ტარანტინოს ერთ-ერთი ფილმია, ხო? უიჭველი. Reservoir Dogs-ი? არა. ჯეკი ბრაუნი? არა. Kill Bill-ზეა საუბარი? ხო. ფილმი აირჩია შერეთ. ახლა შენ. შენ რა აიღე? 5, 7 არ ამიღე. არა 6 ავიღე? 6, ჰა. კომედია ვარ? არა. მადლობა. აი მე არა. აჰა. მე ჩემს სახელში 6-იანი ურევია ეს ციფრი 6? არა. არ ურევია. განგსტერული ფილმია? ჰორორი ვარ. ჰორორი? არა, უყურე, არა, ჰორორი არა. არა, ჰორორი. ცნობილი მსახიობები არის. არა. ერთი. ნუ ერთი მერე გახდა ძალიან ცნობილი, მაგრამ არა. კაი. 21 საუკუნეში ვარ გადაღებული? მოიცა აქ ეს რამდენი წლის? არა. აი იქითა. როგორ არის ფიზიკურად გახსოვს? ორე ხა შემოკარგო ადამიანი, იმიტომ რომ აქეთა ყოველთვის ისე გამოიყურება, რომ რთულია დაადგენ, მაგრამ იქითა შემოკარგო. ანუ ვიღაცა ძალიან დაბერებული დედა აქ ნატირები ვიღაც, ხო? და ძალიან შესწრილი. აი sci-fi არის? სამეცნიერო არ არის მაინც. ფანტასტიკა. უბრალოდ ფანტასტიკა. ჩემი ფილმი ყველა მიცის? კი. აი ნანახი რომ სარქონდეს ადამიანს, გაგონილი ექნება. ჰორორია ხო? ხო. ხა ჰორორები ამისი. და ჰორორები რა ვიცი, ით ვიცი. სტივენ კინგის რამე ეკრანიზაცია ჰორორი, მაგეთ მინდა რომ სტივენ კინგის ეკრანიზაცია ვარ? და ით არის ჰორორი. Oh my god. 7 იტეხავს ენ. აუ. აკერა. შანსი არ გაქვს პროსტო. კაი, მე კაცი ვარ. კი. შენი ჯერი. მეც კაცი ვარ? ახალგაზრდა ვარ? არა. მოხუცი ვარ მე. კი. ოსკარი მაქვს? არა. ჰოლივუდის მსახიობი ვარ? ანუ ამერიკელი მსახიობი ვარ? მე? იმენა ამერიკელი ვარ? იმენა ამერიკელი არა. ლეგენდა ვარ? ой, პრინციპში ლეგენდა რა წერილი გაქვს, მაგრამ ლეგენდა. ბრიტანელი ვარ? არა, დრამებში უფრო მოქნა თამაში ვიდრე კომედიებში. მე დრამებიდან უფრო მახსოვს, ხარ კომედია შენი მონაწილეობით თითქმის არ მახსოვს კალბოტონ.
ფრანგი ვარ. არა, აუ, ეხა ქალი გაიხსენეთ ფრანგი არ ამისეთი, ვარ? Knives Out-ის მესამე ნაწილში ხო მიიღია მონაწილეობა. არა, ის ვარ. არა. ავსტრალიელი ვარ. არა. კაი. ვახში. თუმცა Hugh Jackman-ს მოი არის კონტინენტები ამსად. ვარსად ჩემი ადგილი არ არის. Hugh Jackman-ს არა. Chris Hemsworth. თუნდა ვთქვა, იმიტომ რომ დავიღალე. ინგლისელი არის და არის ნამდვილი ლეგენდა. Judi Dench ვარ? არა, ძალიან დიდი მადლობა ვინა. Susan, აუ ამას ვერ გამოვიცნობდი. არა, ძალიან რთული. Judi Dench-ის ქართველი ვარ. არა. უყურე, ქართველი არ ხარ, მაგრამ ფილარმონიასთან თუ გაგივლია, აუცილებლად შეხვდებოდი და ხელს დაუქნევდი. აჰა. აი ამ კაცს. გრენლანდიას გედავებია. დანიელი მსახიობი? ხჩი. არ ვიცი. აუნეს. ვარა. ეხა ახსნი ყველა მინიშნებას. როგორ არ ვიცოდიეს რომ დანიელია, ჩემი მეც მიკელსი. დანიელი მსახიობი მეც მიკელსენის გარდა ვინ უნდა მოგივიდეს მე თავში? დაწყნარდი მეგონა. ჯერემი აიროსი ამქონია ასეთი რეაქცია. მეც მიკელსენი ახლა უფრო ცნობილია ვიდრე. ვაიმე. ნანაინი პერსონაჟი ყავს. ცირებია ყველაფერი. ანიმაციის პერსონაჟი ვარ? მათ შორის პატარა ვარ? პატარა რას ქვია? ან ბავშვი ვარ? არა. კომიქ სამყაროდან ვარ? მე კომიქსებიდან ვარ მე? არა. აი DC თუ Marvel? DC. მე კაცი ვარ? კი. ისა ჰირო ვარ? არა. მე დადებითი პერსონაჟი ვარ? კი, კი. ვიცინი ხოლმე სულ? ჯოკერი ვარ? მოიცა ვერ ვხედა. ნუ გასაგებია რაღაც ჰოლივუდური იაფფასიანი კომედია ვარ. ვიღაცები ხელში უჭიროთ და იქ ვიღაც საფულე უჭიროს. იმ საფულეში რაღაც ფოტოა და ის იმ ფოტოებზე არსებულ სახეობებს ორივე სტროფ ვარ. ზემოთ ვინც არის ისინი არის. თუმცა ეს სახელი და გვარი აწერია. ძალიან სპეციფიკური ის არის პოსტერია და ვერ ვიხსენებ. კომედიაა ჩემი ფილმი? არა. შანსი არ არის. მე მოგცემი შევას. ერთ-ერთი მსახიობი იყო ნახსენები რა მაგ ფილმიდან. ჯონი დეპი თამაშობს? ფილმებში სცენებში საფულე. რა მომენტებში ჩდება ხოლმე. გაიხსენე რამ კლიშე სცენა. დეტექტივია. ეს ფილმი happy end-ით თორდება? ხო, ესე კეთილად რაღაც ისეთი ჰუმანური დასასრული აქვს. ეგ ფილმი ნახსენები იყო. ანუ მეც მახსოვს რომ ნახსენები იყო. ჩემ შემთხვევაში. Game over. რა? ადამიანი შავებში? ხათო თქვი ადამიანი შავებში. როდის დღეს ასახანა? აი მე არ მაქვს ნახე ვაფშე აზე არ ვარ ამის. ღმერთო! ანუ ორი მთავარი პერსონაჟი ვინც არის, გეტყვი ერთ-ერთი, აი მაგარი მსახიობია, მაგრამ მეორეს უფრო მეტი ოსკარი აქვს აღებული. ანუ ერთი მსახიობი რომელსაც არ აქვს საერთოდ ოსკარი. ან იმას უფრო მეტი აქვს. ერთ მსახიობს ერთი ოსკარი აქვს მხოლოდ? არა. ორი ოსკარი. კი. ამ ნიშნავს მოხსენ ერთი და იგივე ნომინაციაში. ორივე მეორე ხარისხი. კრისტოფ ვოლცი. არა. დავიტანჯე, კაი არა, ვერ ხვდები. აბა. სახიობი. ამ ქალის სახელი გამახსენე ღმერთო. ქალი თქვი? ой, ქალი ვარ? ამერიკელი ვარ? კი. თეთრკანიანი? არა. თეთრკანიანი არა, ხო, ანუ შეიძლება მექსიკელი, ან ლათინო, ან რაღაც ეგეთი. ხო. 21 საუკუნეში გადაღებული ფილმებით უფრო ვარ ცნობილი თუ მე-20 საუკუნეში? მე-20. რაცა იქნება ახლა უბედურება რა. არა, უბედურება არა, ძალიან მშვენიერი და ძალიან ჭკვიანი. ახლა შეიძლება იმდენად არა, მაგრამ ცოტა ხნის წინ როგორც მინიმუმ ძალიან ჰაიპში ვიყავი. ახლა უფრო ჰაიპში. ახლა კიდევ უფრო ჰაიპში ვარ. კა. თქვენ მანამდე არ დაგაუწყოთ ჩვენი არხის გამოწერა, ვისაც არ გამოგიწერიათ, შეამოწმეთ რომ თქვენი ინტერნეტი ჩართული იყოს, ჩარიცხული გქონდეთ, Wi-Fi სიჭირდეთ და ამ შემდეგ. ცნობილი ქმარი ყავს? ძალიან ის ვიცი მეთქი რამდენი ქმარი ყავდა, მაგრამ ურთიერთობები ცნობილ პიროვნებებთან.
თეთრკანიანი და შავკანიანი არ ვარ. ბიჭო, ნუ შავკანიანი. შავკანიანებში გადიხარ რა, მაგრამ მულატი ვარ? აი ეგ უფრო მოლატი უფრო. მე რომაულ არდეგებში თამაშობდი? არა. მოდი აი ანუ ძალიან ჭკვიანი ხალი იყო, აი ძალიან ჭკვიანი. всё. აი, ერთი კითხვაც დამაზუსტებელი და მივხვდი ცა. უბრალოდ ძალიან არ კაცშოს არის. ითქვენიცი. აი არ ვიცი. ჩემი არის Wi-Fi-ის გამო. ხო. ვაუ. ეგ გამორიდა. ადამიანი ვარ? მე დიდგულიანი ადამიანი ვარ. ჩემზე შეგიძლია თქვა რომ ამ გულიანი კაცია და რა. დიდი გულია ხო? არა. აბა ეხა მე ვინა ვარ? დიდი გული ვის აქვს? ანიმაციის პერსონაჟი ვარ? მათ შორის. აი, ფულის მოყვარული ვარ, მწვანე მევასება ფული. კიდია თუ ანუ ხო, არა. მე რამდენიმე მსახიობს უთამაშია ჩემი თავი? არა. აი რა ვარ, აი ჯერ საერთოდ რა ვარ? ცოცხალი ვარ საერთოდ, ცოცხალი არსება ვარ. ანუ რაღაც ადამიანის ხელით შექმნილი არ ვარ. ეხა sci-fi პერსონაჟი ვარ? არა. მაგ ჟანრისა და არ ხარ თორე. გამოგონი ანუ არ არსებული. ჩაგცხებ ეხა. მარტო გეუბნები. სუპერგმირი ვარ? არა. რაღაც მითოლოგიური პერსონაჟი ვარ? ზღაპრებს მითოლოგიაში თუ გავითანთ კი? ანუ ზღაპრული. გმადლობ. ჩემი პროფესია ადამიანების დახმარებასთან ასოცირდება? კი. ეს პერსონაჟი ფილმების სერიიდან არის? არა. როგორც ჯეიმს ბონდი, მაგრამ არა. ერთი კონკრეტული ფილმი. არა. ერთი კონკრეტული. არა. რა ჯანდაბა ვარ? ჯანდაბა ვარ? 500-ზე ხარ ხშირად. ჩემი თავი ვარ? მე HBO-ს ნაწარმოები ვარ? წესით. ვინ ხარ? ეხა კარგით რა, გრუტი ვარ. არა? გრუტი რატო? ანუ შენი პერსონაჟის არსი ისა რომ სულ გაბრაზებული. გრინჩი. ეხა შენ ამას თუ ვერ გამოიცნობ, გაბრაზებული დიმიტრი წატიშვილი შემოვარდება აქ? ექიმი ჰაუსი ვარ? ხო. კაცი ვარ? კაცი ხარ. მე თანამედროვე მსახიობი ვარ? კი. მე თუ ვარ? ცოცხალი და აქტიური მსახიობი. მეცაც გეტყვი და ახალგაზრდა ვერ დაიწყო. კაცი ვარ მეც. არა. კაი, ამერიკელი ვარ? კი. მე ამერიკელი ვარ? არა. წარმოშობით არა ხარ ამერიკელი. მაგრამ არა ხო ამერიკელი ხარ. ამერიკელი. ძალიან სიმპათიური, ანუ რაღაც სექს სიმბოლო და ეგეთი ის იყო? ახლა ვარ აქტიური და ცნობილი, აი 2010-იანებიდან ფილმებში. ლეგენდა ვარ. ჰამფრი ბოგარტი არ იქნება, ძალიან დანაუჭებული სახელს მახსოვს და. კიდე ჯეიმს დინი არ არის, პონი უმენი მოხუცი იყო. კლინტ ისტვუდი კიდე ცოცხალია. თა სექს სიმბოლო უნდა იყოს. ნუ ახლა სექს სიმბოლო ისტორიაში არ შევიდა ეგ კაცი. 60+ ვარ ხა? ასაკით? არა. გამახსენდება ხა მკეთ სახელი? კი, ანუ იცი უჩვენ. ჰიჩკოკის ტიპი ვარ? ხო და აი შანსი არ არის ხა მაგის სახეობები რომელიმე გამახსენს, აი შანსი არ არის. კუბრიკის ბოლო ფილმში თამაშობ? არა. არა, ნიკოლ კიდმანი არ ვარ? ამ შანსი არ არის, სახელს ვერ გავიხსენებ, ეხა რაღაც ვერ ვიხსენებ, მაინც ვერ გავიხსენებ. იცევან ის შვენიერ ცხოვრებაში თამაშობს. ყველაფერში თამაშობს. ხო, ეგ არის. ხო. მაგ ფილმის გარდა კიდევ ერთი ფილმი ხარისას თამაშობდა, ჩაგიქრა. ჰიჩკოკის ფილმი არ მინდა რომ თქვა, იმიტომ რომ ის ეზოში გამოული ფონდია. ეგ სტიუარტი. სტიუარტი არ არის ეს? მე ეგ ორი მსახიობ მერე ვარ სულ. კარგი, ახლა დავამშვიდობოთ ხალხს. მადლობა ძვირფასო YouTube მაყურებლებო რომ გაგვიძელით, გვიყურეთ. იმედია მოგეწონათ, რას არ მოგეწონათ, რა საკვირველია უნდა მოგცეთ შენიშვნები, რომ ჩვენ გამოვასწოროთ და შემდეგში მოგეწონოთ. საბას კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე გვერდში გვიდგას ხოლმე, ჩვენების მერձოს მოგიწევთ. არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, შევხვდებით მალე.